საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. გამარჯობა. დღეს განვიხილავთ სულხან საბა ორბელიანის იგავს უტკბესი და უმწარესი. ერთმა მეფემ უბრძანა თავის ვეზირს. წადიდა ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ დედამიწაზე მასზე ტკბილი არაფერი იყოსო და არც ზღვაში მოიპოვებოდესო. წავიდა ვეზირი, ენა უყიდა, მოიტანა, აჭამა და მოეწონა. მეორედ უბრძანა, წადი ისეთი რამ მომიტანე, რომ მასზე მწარე არაფერი იყოს ქვეყანაზეო. წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა. მეფემ კითხა, ტკბილი ვითხოვე, ენა მომიტანე. მწარე ვითხოვე, მაშინაც ენა მომიტანე. ეგ როგორ? ვეზირმა უპასუხა, ამ ქვეყანაზე ენაზე უტკბესი და ენაზე უმწარესი არა მოიპოვება რაო. ამიგავის თავარი სათქმელიც სწორედ ეს არის. როდესაც ავტორი ამბობს ენაზე უტკბესი და ენაზე უმწარესი არაფერია, რა თქმა უნდა იმ ენას არ გულისხმობს, რომელიც ვეზირმა მეფეს მიუტანა. ის იყო ალბათ საკვები საქონლის ენა, გაგიგია თქვენ რომ იგი საჭმელად გამოიყენება, მაგრამ ვეზირმა მას სხვა მნიშვნელობა მიანიჭა. ენა ანუ სიტყვა, ადამიანს ენით შეუძლია, ენით ისე ვამბობ, სიტყვით შეუძლია ადამიანს დარდი გაუქარვოს, ენერგია მისცეს, ახალი და საინტერესო საქმეების საკეთებლად. სიტყვა შეუძლია ადამიანის წარმატების საწყისიც კი იყოს, ახალი იდეები გაუჩნდეს, საინტერესო წინადადების და საინტერესო სიტყვის მოსმენით. ენას ასევე შეუძლია ადამიანს პირიქით. ადამიანზე პირიქით იმოქმედოს, სურვილი დაუკარგოს საქმის კეთებით და წარუმატებლობის მიზეზიც გახდეს. ვეზირი ხომ მეფის მრჩეველია, იგი ამ საქციელით ცდილობს მეფეს ურჩიოს, არ დაავიწყდეს სიტყვის ძალა, განსაკუთრებით ტკბილი სიტყვის ძალა. ხომ გაგიგიათ ქართული ანდაზები, ტკბილი სიტყვით თასირემი მოიწველაო, ტკბილმა სიტყვამ რკინის კარი გააღო. ასე რომ ტკბილი სიტყვით ბევრი საინტერესო საქმის კეთება შეგვიძლია. სიტყვამ შეიძლება ამ სიტყვის მთქმელსაც კი მოუტანოს ზიანი. ხომ გაგიგიათ ქართული ანდაზა, ისევ ანდაზას მოვიშველია, ვიდრე ხმალი მოვიდა, ენამ თავი მოჭრაო. ჩემო პატარებო, თქვენც გაითვალისწინეთ ამ ანდაზის რჩევა დარიგება და გაიხსენეთ კიდევ ერთი ამ ანდაზის, ამ იგავის რჩევა დარიგება და გაიხსენეთ კიდევ ერთი ლექსი, რომელიც შეიძლება ნასწავლი გაქვთ, მოხუცის დარიგება. ვიდრე სიტყვას წარმოთქვამდე, გაცხრილეთ და თქვით შერჩევით, რომ ვინმეს გული არ ატკინოთ და არც თქვენ მოიჭრათ, ასე ვთქვათ, თავი, ასეთი გამონათქვამიც არსებობს. ამით დავამთავროთ ჩვენი საუბარი, გემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას.